ვფიქრობ, ტრამპის გაპრეზიდენტების დღიდან მისი პოლიტიკა ამერიკის ინტერესებს და ექვემდებარება, რაც მისი გადასახედიდან სავსებით სამართლიანია. ის განსაზღვრავს, რომ შეერთებული შტატების ინტერესებშია სოფლიოში შეწყდეს ყველა სამხედრო შეიარაღებული კონფლიქტი და ის კონფლიქტებიც, რომელიც შეიძლება შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდოს. მას სწორედ ასეთი დამოკიდებულება აქვს ახლო აღმოსავლეთთან, ასეთი დამოკიდებულება აქვს კავკასიასთან. მეორე მომენტი ისაა, რომ დასავლეთთან საქართველოს დღევანდელი პრობლემები. იქიდან გამომდინარეობს, რომ საქართველოს არ სურს უკრაინის ბედი გაიზიაროს. მას არც სომხეთის ბედის გაზიარება სურს. მას სურს საქართველო დარჩეს და საკუთარი ინტერესები დაიცვას. მე თვალყურს ვადევნებდი იმას, რასაც ტრამპი უკრაინის პრობლემებთან დაკავშირებით ამბობს. მან განაცხადა, უკრაინას ნატოში შესვლისკენ სწორედ ჩვენ, ანუ ამერიკის წინა პრეზიდენტები უბიძგებდით, რითაც რუსეთი გავაღიზიანეთ და საფრთხე შეუქმენით. ამის გაკეთება არ შეიძლებოდა. ხოლო მათ, ვინც დღეს საქართველოს წინააღმდეგ ილაშქრებს, იმის გამო, რომ ის საკუთარ ბედს დამოუკიდებლად წყვეტს, მათაც ხომ ზუსტად იგივე მიზნები აქვთ. მათ იგივე სურთ, რადგან ერთი და იგივე პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშ უმცროსმა 2008 წელს ერთდროულად შესთავაზა უკრაინასა და საქართველოს ნატოში შესვლა. და თუ კი ტრამპი მსოფლიოს სტაბილურობისთვის საფრთხეს ხედავს იმაში, რომ უკრაინას ნატოსკენ უბიძგებენ, რადგან უკრაინა ანტირუსული ზეწოლის ავანტურაში ჩაითრიეს, მაშინ მის გაპრეზიდენტებასთან ერთად ამას ბოლო უნდა მოეღოს და ამის შემდეგ სურს სხვაგვარად განიხილება საქართველოს და მსოფლიო პოლიტიკაში მისი ადგილიც, რადგან კავკასიის მშვიდობის საკითხში საქართველო უდიდეს როლს თამაშობს. ეს როლი უმნიშვნელოვანესია, რადგან კავკასია უკიდურესად რთული რეგიონია. ძალზე ბევრი გარეშე ძალა ცდილობდა კავკასიას საკუთარ ინტერესებში გაეთამაშებინა, რაც სრულიად უპირისპირდებოდა კავკასიის ხალხთა და ქართველი ხალხის ინტერესებს. და რა კიღა საქართველო რუსეთის ურთიერთობები მრავალკუთხოვანი და ბუნებრივია. არ მგონია ტრამპმა რუსეთს საქართველოს შორის მტრობის გაჩაღება მოინდომოს. ისევე როგორც ის წინააღმდეგია უკრაინა რუსეთის მტრობით თამაშისა. ეს არაფერი კარგის მომტანი არ არის, თუნდაც იმ მინორული ფორმით, როგორც ეს შევარდნაძის დროს ხდებოდა, როდესაც ის ჩეჩენ ტერორისტებს თავშესაფარსა და დახმარებას თავაზობდა. ეს მართლაც ხდებოდა. ვფიქრობ, შეერთებული შტატების პრეზიდენტის საღიმიდგომა, როგორც ზოგადად კავკასიისადმი, ისე რუსეთისა და მსოფლიო პრობლემებისადმი, დაასრულებს საქართველოზე იმ მავნე და სამარცხვინო ზეწოლას, რომლის მიზანიც ქვეყნის მეორე უკრაინად გადაქცევაა. ამას ვასკვნი ტრამპის განცხადებებსა და მის პოლიტიკურ ლოგიკაზე დაყრდნობით, რა სახითაც მას ამჟამად ვხედავთ. პირველი დიდი ოფიციალური შეხვედრა, რომელსაც ტრამპი გეგმავს, პუტინთან შეხვედრა იქნება. რას შეიძლება ველოდოთ ამ შეხვედრისგან? ბევრი ფიქრობს, რომ ტრამპი უკრაინაში ომს დაასრულებს. როგორ ფიქრობთ, რამდენად რეალურია ეს მოლოდინი? რაოდენ შემზარავიც არ უნდა იყოს ომი და ადამიანთა სიკვდილი. უკრაინის ომი დღეს ის ძირითადი პრობლემა არ გახლავთ, რაც ტრამპსა და რუსეთს შორის დგას. ტრამპისა და პუტინის შეხვედრის მიზანი ბევრად უფრო დიდი და გლობალურია. ეს მიზანი ორმხრივი სტრატეგიული უსაფრთხოების შესახებ შეთანხმებაა. უკრაინა მხოლოდ ერთი ტექნიკური ნაწილია საყოველთაო უსაფრთხოების შესახებ შეთანხმებისა. ნატოც მხოლოდ ნაწილია რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის გლობალური და ორმხრივი უსაფრთხოების შესახებ ერთობლივი შეთანხმებისა, რომელიც ორივე მხარის უსაფრთხოების ინტერესებს უნდა ითვალისწინებდეს. უკრაინამ მხოლოდ კერძო საკითხია. ის ძირითადი საუბარი კი სწორედ ამის შესახებ გაიმართება, რადგან 2026 წელს მთავრდება საყოველთაო სტრატეგიული უსაფრთხოების შესახებ შეთანხმების ვადა. დღეს ეს შეთანხმება გაყინულია. დღეს ურთიერთობებმა ყველაზე კრიტიკულ წერტილს მიაღწია. დღეს უწინდელზე ბევრად მაღალია ალბათობა მსოფლიო საომარი დაპირისპირებისა, ბირთვული სტრატეგიული იარაღის გამოყენებით. და ეს სწორედ იმის შედეგია, რომ ორმხრივი სტრატეგიული ურთიერთობების შეთანხმება არ არსებობს. სწორედ ამაზე იქნება ძირითადი საუბარი, მაგრამ შეხვედრა იგეგმება და როგორც ადრე მithქვამს, ამ დონის შეხვედრები ხორციელდება მაშინ, როდესაც საიდუმლო მოლაპარაკებისას უკვე მიღწეულია ორმხრივი თანხმობა იმის შესახებ, რომ შეხვედრა დადებითი შეთანხმებით დასრულდება. ვფიქრობ, მსგავსი მოლაპარაკებები უკვე წარმოებს და თუ კი ამ პროცესში თანხმობას მიაღწევენ, მაშინ შეხვედრაც შედგება. რადგან საეჭვოა ვინმე წავიდეს საერთაშორისო მოლაპარაკებებზე, რომელიც მარცხით დასრულდება. დაუშვებელია საერთაშორისო კონტაქტებისა და მოლაპარაკებების დაწყება, თუ კი ისინი მარცხზეა განწირული. ერთი ძალზე კარგია გარდაცვლილი ისრაელელი დიპლომატი, ღირსეული პიროვნება მასწავლიდა. დიპლომატიის პირველი წესია არასდროს შემოხვიდე ისეთი წინადადებით, რომელზედაც უარყოფით პასუხს მიიღებს. პროფესიონალი დიპლომატი თავს ამის უფლებას ვერ მისცემს. ორი დიდი სახელმწიფოს ხელმძღვანელს შორის ისეთი მოლაპარაკებების დაწყება, რომელიც ორივე მხრიდან უარყოფითი პასუხით დასრულდება, საერთაშორისო დიპლომატიაში ყოველთ დაუშვებელია და ვიდრე ერთმანეთში არ შეთანხმდებიან, შეხვედრა არ შედგება. ხოლო თუ კი შეხვედრა შედგა, ეს იმას ნიშნავს, რომ შეთანხმება უკვე მიღწეულია. ყოველივე
დანარჩენი კი წვრილმანი დეტალებია. ეს არ არის გორბაჩოვისა და რეიგანის შეხვედრა, რომლის დროსაც რეიგანი შოკში ჩავარდა გორბაჩოვის შეთავაზებისგან, რადგან ვერ მიხვდა. თუ კი გორბაჩოვი შეერთებულ შტატებსა და მათ ინტერესებს წარმოადგენდა, მაშინ ვინღა გამოდიოდა ამ შეხვედრაზე საბჭოთა კავშირის ინტერესების წარმომადგენლად? როგორც აღმოჩნდა, არავინ. გორბაჩოვი შეერთებული შტატების ინტერესების დაცვაში წინ უსწრებდა რეიგანს. მე იმედი მაქვს, რომ მომავალი შეხვედრის შესახებ მსოფლიოს ორი დიდი ქვეყნის ლიდერების განცხადება იმას უგულისხმობ, რომ ეს შეხვედრა დადებითი შედეგით დასრულდება. მე იმედი მაქვს, რომ მომავალი შეხვედრის შესახებ მსოფლიოს ორი დიდი ქვეყნის ლიდერების განცხადება იმას გულისხმობს, რომ ეს შეხვედრა დადებითი შედეგით დასრულდება.